სიმკაცრე მშობელმა შეცვალოს სხვა ცნებით, სამართლიანობა. იმიტომ რომ თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისაგან ვერ მიიღებს. ყველანაირი დასჯა თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს. იმიტომ რომ ბავშვი შინაგანად პროტესტით არის განწყობილი და ეს პროტესტი რასაკვირველია იმ ხატებს, რაც ჩვენ შევთავაზეთ, უკან გვიბრუნებს. ხო მართალია? რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? პირველი, უნდა იმეგობროს თავის შვილთან. ესაც საუკეთესო გამოსავალ. ხო, აი ქალები ბრძანდებით, ხომ გყავთ დობილი არა? რომ თან ერთად კაფეში წახვათ, რაღაცას გაუზიარეთ, ჩურჩულებით რაღაცას, ხო მართალია? რაღაცას და მაგრამ როგორ თქვა რო არა. ხო, და ამას აი როგორ თილკოს და სეიფიდან სეიფში გადაიტანე რაღაცა შენ საიდო. ეს ყველაზე მთავარ გულის ნადებს რო გაუზიარებ. შენი პირველი დობილი, შენი ქალიშვილი უნდა იყოს, მერე ყველა დანარჩენი. ანუ ასეთი მეგობრობაა საჭირო. და პირველი მეგობარი შენი ვაჟი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი.